ალბათ ამ კითხვას სვავენ კვირაში ერთხელ მინიმუმ. ეს არის თავი პრეტენზია, რომელიც ჩვენთან არის ხოლმე. კი, თქვენ მართლები ხართ რაღაც, მაგრამ 10-დან 9 რაღაცაში გეთანხმებით, მაგრამ ის ერთი რაღაც საშინელებაა და ის ერთი რო არ გელაპარაკათო, მაშინ ყველაფერი გზე იქნებოდა. და მაგალითად, რა ვიცი, ნარკოპოლიტიკაზე რო არ ელაპარაკოთ, ხო შეიძლებაო რა. ელაპარაკეთ განათლებაზე, რა ვიცი, ჯანდაცვაზე რაღაცა. ნარკოპოლიტიკას შეეშვით. ან მაგალითად, არ თქვათ, რომ ყველა სკოლა, ყველა უნივერსიტეტი უნდა იყოს კერძო. რადგანაც რატომ აღიზიანებთ ადამიანებს. ან მაგალითად, პორნოგრაფიაზე რო დაიჭირეს ვიღაცა და რო საუბრობდით, რომ არ შეიძლება ყურების გამო რაღაცას რო უყურებს ადამიანი, ამის გამო დაიჭირო და ასე შემდეგ. ანუ აი ეს სტანდარტული ასე თქვა პრეტენზია ჩვენი ხარდაჭერების, რომელიც ერთი შეხედვით ძალიან უცნაურად გამოიყურება, იმიტომ რომ სხვა პოლიტიკური პარტიები საერთოდ არაფერს არ ლაპარაკობენ და ჩვენ ლაპარაკობთ და ვიღაცა 10-დან 6 საკითხში გეთანხმება, 10-დან 9 საკითხში გეთანხმება და უკეთესი მაინც არავინ არ არის და ესე იგი შენ უნდა აგირჩიოს და ის გეუბნება ამას, რომ არა, შენ იმ ერთი საკითხის გამო, ან იმ სამი საკითხის გამო, ან რაღაც საკითხის გამო. შენ ამორჩეულებს კარგაო. და მე მინდა უბრალოდ რაღაც აგიხსნათ რა, რომელიც გესმოდეთ რაზეა საუბარი. სინამდვილეში ჩვენ ჯერ რაღაც პრინციპების, რომელიც ჯერ რო სწორი პრინციპებია და დანარჩენი უკვე ამ პრინციპებიდან გამომდინარეობს. ხო გვაქვს პრინციპი, რაღაც იდეა გვაქვს და ვიღაცა მოვიდეს და ისეთი კითხვა დაგვისვას, რომ ჩავიჭრათ. გასაგებია შეიძლება ასეც მოხდეს, ყველა რაღაც შეცდომებს უშვეს, მაგრამ განზრახ იმაზე რომ წავიდეთ, რომ ისეთი შეცდომა დაუშვათ, სადაც ვიღაცა ჩაგჭრის. აი ეს ამას არ ვაკეთებთ. და კატეგორიულად არ მოგწონს და მე მაგალითად აი უბრალოდ არ დაუშვებ, რომ აი მე თუ ვიცი რომ ეს რაღაც შეცდომაა, რომ ეს გავაჟღერო ეს პოზიცია, იმიტომ რომ უბრალოდ მაშინ ვიღაცა გამოვა და ამას ასე ვთქვათ თავზე დამახურავს ყველაფერს ისე როგორც ვიმსახურებ. და აი უბრალოდ მაგალითს მოგიყვებით რა. ძალიან ხშირად გვითქვამს, რომ უნდა იჭებოდეს მარტო ძალადობა, ციხით უნდა იჭებოდეს მარტო ძალადობა და თუ ადამიანი სხვაზე არ ძალადობს და დაზარალებული არ ყავს, არ შეიძლება ეს ადამიანი ციხეში გაუშვათ. და ავიღოთ ასეთი სიტუაცია, რაცებს ხო გზალავენ ახლა. აიგზალა ეს ეგ ნაცნობრაობა და აიგზალა ამ პარტიას, ამ პარტიის რაღაც შექება, პარტიის პროპაგანდირება, იდეოლოგიის და ასე შემდეგ. ერთად შენიერ დღეს დაადგა პოლიცია ნაციონალური მოძრაობის ან იმ მომენტში ყოფილი ნაციონალური მოძრაობის წევრს და აღმოაჩინა მაგალითად კომპიუტერში მუსიკა, კლიპი მიშა მაგარია, ან რაღაც სხვა კლიპი ნაციონალური მოძრაობის, ან მიხეილ სააკაშვილზე. დაიჭერეს ამის გამო, იმიტომ რომ ჩათვალეს, რომ ეს არის ექსტრემისტული კლიპი, ვიდეო, დაიჭერეს ციხეში. თქვენი აზრით, მე უნდა დავეთანხმო ამას თუ არ უნდა დავეთანხმო? და ჩემი აზრით ძალიან ცხადი არის, რომ ასეთი რაღაც გაკეთება არ შეიძლება. რომ ადამიანს რომ რაღაც კლიპი აქვს კომპიუტერში, მიშა მაგარია, ამის გამო ციხეში არ უნდა ჩავსვათ. და მე მგონი ყველა საღაზზე ყოფი ადამიანი, მათ შორის მიშას ჰეითერიც, ამაში დავეთანხმება. ესე იგი მე გამოვდივარ და ვამბობ, რომ არ შეიძლება ადამიანს ჩასვათ ციხეში ვიდეოს ყურების გამო, რომელიც მას კომპიუტერში ქონდა. ამაზე გამოდის, თქვათ, კოც აქტივისტი და მეკითხება, კაცო, ეს ხო ექსტრემისტული არის. მე რა ექსტრემისტულია მეთქი, არ შეიძლება ყურების გამო რაღაცას რო უყურებს, და ციხეში ჩასვა. არაფრის ყურება, ყველა ყურება შეიძლებაო? რავი, ხა ადამიანს თავის კომპიუტერში რაღაცა რო აქვს, თუ უყურებს, რაც გვინდა ის უყუროს. ანუ აი მაგალითად ტერორისტული აქტის ვიდეო რო იყოსო, აი ისლამური სახელმწიფო ვიღაცა იქ რაღაცა მოკლა. იმის შეიძლება, ვთქვარი, რავი, რატომ არ შეიძლება კომპიუტერში აქვს, თუ იწალა და თუ თვითონ ტერორისტია, მოკლა რაღაცა, თუ რამეს ამტკიცებ რომ მოძალადეა. თუნდაც ეს ნაცი ყოფილი იყოს მოძალადე, დაიჭერე ძალადობის, მაგრამ ვიდეოს ყურებისთვის არ შეიძლება. იმიტომ რომ ერთი იგივე პრინციპია, რაღაცის ყურების გამო არ შეიძლება ადამიანს ციხეში ჩასვა. ვა, და ძალადობის ვიდეო იყო, ხალხის ძალადობის რო იყოს ვიდეო, გაუპატიურების. რავი, კაცო, თუ ხალხი ძალადობაში მონაწილეობას იღებ და რაღაცა ჩასვით ციხეში, მაგრამ თუ ვიდეოს უყურებ და არ შეიძლება, ვიდეოს ყურების არ შეიძლება, გიმეორებ მეთქი ვეუბნები. და ბავშვზე ძალადობაზე, ბავშვზე სექსუალური ძალადობისა. ვთქვარი, კაცო, ხო იგივე პრინციპია მეთქი, ხო გითხარი მეთქი, არ შეიძლება არც მიშა მაგარიას გამოჩასვა, არც რაღაც ისლამური სახელმწიფოს რაღაც ვიდეოს გამოჩასვა, არ შეიძლება არც ძალადობაზე, სექსუალური ძალადობაზე, არ შეიძლება მეთქი. ანუ შენ რას ამბობო, რომ პედოფილიას უჭერ ხარსო? მეუბნები კაცო, შენ ძალადობა თუ დაადგინე, დაამტკიცე, მონაწილეობა, ასეთი, ისეთი ჩასვით ციხეში. რა ძალადობების მრავალფეროვნება არის, რასაც ამტკიცებ ჩასვით ციხეში, მაგრამ ყურებისთვის არ შეიძლება, იმიტომ რომ ვიდეოს ყურება არ არის ძალადობა. და ირიბადო იმან იქ რო კომპიუტერში ჩატვირთავ, იქ რო ამოტვირთავ, იქ რო ჩატვირთავ და იქ რო რაღაცა მოხდაო და კაცო, დაამტკიცე და ბაზარი არის. დაამტკიცებ, რომ ძალადობაში მონაწილეობა მიიღო, წაახალისა, დაუკვეთა ძალადობა, რამენაირად დაამტკიცებ ჩასვში.
მაგრამ ვიდეოს გამო არ შეიძლება. ხო და ხვდებით? მე მგონია რომ ეს არის აბსოლუტურად გამართული პოზიცია. პრობლემა არის ის, რომ ჩვენი ოპონენტები არ გამოირჩევიან არც კეთილსინდისიერებით, არც მაღალი მორალური სტანდარტებით, ამიტომ, მაგრამ იმდენი ინტელექტი აქვთ, რომ ყველაზე გულუბრყვილო ემოციურად სუსტ ამორჩეველზე ეს ყველაფერი გამოიყენო, ასე ვთქვათ, მათ ზემოქმედებაზე და ჩვენ გასაშავებლად, იმიტომ რომ ასე დაალაგებულად კი არ მოგიყვებიან რაღაცას, რომ აი, რა არის გიჩის პოზიცია? გიჩის პოზიცია, რომ თუ ადამიანზე ძალადობას არ ქონდა, ციხეში არ უნდა ჩასვლიან. მოვა და იტყვიან, რომ აიო, სანდრომ ან გიჩო რაღაცაო პედოფილიას უჭერს ხარს. აი, ჩერგო ამას აკეთებს, ისა რა, გახაროიდები ამას აკეთებენ, კიდე ვიღაცას აქვს, მე მგონი რაღაცას ისეთ ნათქვამი რა. ჩვეულებრივი ამბავი. რატომ? იმიტომ რომ თუ ამორჩეველი ინტელექტს არ დაძაბავს, ან უბრალოდ ვერ გაიგებს რაზეა საუბარი. რავი, ეხლა ძალიან ესეთი თამაში პედოფილია ხო ესეთი სიტყვაა, ხო, როგორც კი ადამიანი ამბობს, ეს უცბად და ხალხს ტვინი რაღაც უდუღდება. და ძალიან რთული, ანუ ემოციური ამბავია, ახლა ზოგადად ბავშვების მიმართ ადამიანი ბუნებრივად ემპათიურია და ეს ემპათია გვიწევს იმას, რომ როგორც კი ბავშვი ძალადობაა, უცბად ადამიანს ეს იმხელა ემოციები აქვს, რომ ეს ემოციები ხშირად და სულთად სამართლიანად გასაგებია, რომ რაღაცა ბლოკავს აზრს. არაკეთილსინდისიერი პოლიტიკოსები ამას იყენებენ, რომ იცი დააბრაო. ის კი არა რომ ახსნა, რომ თუ ძალადობას არ ქონდა ადგილი ციხეში, ხალხი არ ჩავსვათ. თუ რამე ეჭვი გვაქვს, რომ ძალადობას ქონდა ადგილი, რავი, დავამტკიცოთ. როგორც სასამართლო ითხოვს, რომ აი დაამტკიცე, რომ ძალადობაში მონაწილეობ და რაღაცა და ჩავსვათ. მოძალადები ციხეში გაუშვათ. ამის ნაცვლად გეუბნება, რომ აი სანდრომას ასე თქვაო. და აი თქვათ ამ ჩემი ვიდეოს რაღაცას დაჭრის. იმედი უნდა გქონდეს ადამიანი აზროვნებს, შეუძლია აზროვნება, თუ უბრალოდ იმდენად გულუბრყვილოა, რომ ნებისმიერი აფერისტი პოლიტიკოსის ჯერა. ნუ თუ ნებისმიერი აფერისტი პოლიტიკოსის ჯერა ხო გასაგებია, რომ მას არაფერი არ ეშველება. ცხვარია, ცხვარი დარჩება, გაიპარსება და მე მის იმედი არ მაქვს. ასეთები ბევრი არიან. არ მაქვს იმედი, რომ ყველას ყველაფერს გავაგებინე. ამიტომაც არ ვაპირებ, რომ ვილაპარაკო ისე რაც ყველაფერს მოეწონე, ყველას მოეწონებ. მაგრამ თუ ადამიანი ოდნავ აზროვნებს, ოდნავ რამე ჩვენზე იცის და თუ რამეს აი ვასხივებთ ხოლმე, რომ აი ჩვენი პოზიციებით შეიძლება მარტივად აღწეროთ, ყველაფერში ვცდილობთ ადამიანობა ვიპოვოთ, რომ ადამიანებზე არ იძალადოს სისტემა, ციხეში ზედმეტად არ გაუშვათ, რაღაც არ შეუზღუდოთ, რომ ადამიანი ბედნიერი იყოს და ასეთი ხალხი და ვიღაც ამბობს, ვიღაც აი სრულიად აი რა ვიცი, აი ყველაზე ცუდი სიტყვები შეიძლება გამოიყო ამ ადამიანზე, აი ესეთი არაადამიანი ამორალური ტიპი ამბობს ჩვენზე, რომ პედოფილიას უჭერებს ხარსო. ადამიანი ვინც ოდნავ აზროვნებს, ხო უნდა დაძაბოს ტვილი, რომ რაღაცა შეიძლება არ იყოს სწორიო და კითხვა დასვას. კითხვას რომ დასვავს, მე მიხვდება, რომ რავი ასეა, რა არ შეიძლება ვიდეოს ყურების თუ ადამიანს ციხეში ჩასვა. სხვადასხვა არ გამოდის. ალბათ არ გამოდის, იმიტომ რომ მაშინ თუ მე დავეთანხმე ამას, მაშინ უნდა დავეთანხმო, რომ ვიღაც ნაცი ჩასვან ციხეში, იმიტომ რომ მიშა მაგარია აქვს ვიდეოში კომპიუტერში ჩაწერილი. და მე არასდროს არ დავეთანხმები. და რა რჩება? მაშინ უნდა ერთ-ერთი რაც რჩება, რომ მე ჩემ პრინციპებს უღალატო და აი მიშა მაგარია შემთხვევაში ან რაღაც მანქანის ქურდობის რაღაც ძარცვის ვიდეოზე თქვა რომ ეს ამის გამო ციხეში არ უნდა ჩასვა, იმიტომ რომ ყურება არ უნდა იყოს ციხეთი დასჭადი, მაგრამ იცი რა ეს არის ესეთი პრინციპი, ზოგჯერ ყურება შეიძლება იყოს დასჭადი, მაგრამ როგორც კი ამას ვიტყვი, მოვა ვიღაც ის იგივე ქოც აქტივისტი მეტყვის და აბა ვინ უნდა გადაწყვიტოს რა უნდა იყოს დასჭადი, ალბათ კანონმდებელმა ხო, ალბათ ჩვენმა სამართლიანმა სასამართლომ და აჰა კანონში ჩავწერეთ ხო, კანონი ხო მივიღეთ, კანონია, აი გამოაცხადა კანონმდებელმა ექსტრემისტულად მიშა მაგარია და სვავ ციხეში შენივე პრინციპების თანახმად სწორია. შეიძლება იდაო რომ მე მოდი არჩევნებზე სხვა პარლამენტი ავირჩიოთ და რაღაცა, მაგრამ პრინციპის დონეზე ხო მართალი იქნება და მე მომიწევს დავეთანხმო ამაში. და მე არ მინდა ვეთანხმებოდი იმას, რაც არასწორია. და ჩვენ ოპონენტებს ყოველთვის ექნებათ იმის უნარი, რომ ან ასე გამოიყენონ манипуляციისთვის, რომ ადამიანებს რაღაცა, ესენი რაღაც საშნელებიანი, ესენი რაღაც ბავშვებს ჭამენ, ესენი ნარკომანები არიან და ასე შემდეგ, რომ ადამიანი რომელიც ცხვარია, და გააგრძელოს ცხოვრება. მაგრამ ვინც აზროვნებს, თუ დაძაბავს სიტუაციას, ერთადერთი რაც ჩვენ უნდა მოგთხოვოს, რომ ჩვენ მართლა მყარად ვიდგეთ პრინციპებზე, რომ მე თუ ასე არ ვიდგები პრინციპებზე, ნებისმიერ დებატებში საშუალო ინტელექტის მქონე ქოციც კი გაიმარჯვებს. ერთადერთი ხალხი ვართ, ვინც იმაზეა ორიენტირებული, რომ ასე რაღაც არ მოხდეს. ის კი არა, რომ შეცდომა არ დაგვიშვია და სადმე შეიძლება არ ჩავიჭრათ. უბრალოდ ჩვენ განზრახავს არ გავაკეთებთ. შეიძლება რაღაცას ბუნებრივად შევცდეთ, კაცო, რაღაც პოზიცია არ იყოს გამართული.
შევცვალოთ მე, მაგრამ აი თუ წინასწარ ვიცით რომ ასე ეს შეცდომა, ამას არ გავაკეთებთ. პრინციპია, ხვდებით? და ამიტომ ჩვენი პოზიცია სულ ასეთი იქნება.